სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ საკმაოდ საინტერესო თემაზე. მიხეილ ლაბაძე გვეწვია, ფსიქოლოგიის დოქტორი, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სამართლის ფაკულტეტის ქართოლოგიის ცენტრის ასოცირებული მკვლევარი. საკმაოდ გრძელი რეგალია წავიკითხე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონო მიხეილ. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ მოგიწვიეთ. დაღესტანში სულ რამდენიმე კვირის წინ მნიშვნელოვანი წარწერა აღმოჩნდა, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი არ იცოდა. საიდან მოხდა მიკვლევა ამ წარწერის და ვინ აღმოაჩინა პირველად? ბატონო, მოგახსენებთ, დაღესტანში იყო ესეთი მკვლევარი, ცნობილი მკვლევარი, სიძველეთა მკვლევარი დიბირ ათაევი, რომელიც გარდაიცვალა კარგ ხნის წინ და მისი არქივი გახსნეს სულ რამდენიმე ხნის წინ და ამ არქივში აღმოჩნდა ძველი ქართული წარწერიანი ჯვრის 2 ნატეხი. და ამ ნატეხებზე დატანილი იყო ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერა და გამოსაკვლევად იგი გადასცეს ახალგაზრდა ისტორიკოს დაღესტნელ შაჰბან ჰაფიზოვს. ჰაფიზოვი დაუკავშირდა ჩვენ ცენტრს უნივერსიტეტში, მოგვაწოდა თავისი ვერსია ამ წარწერების გაშიფრვისა და გთხოვა დაგვედასტურებინა მართალი იყო თუ არა, თვითონ როგორც ფიქრობდა. ჩვენ მართლა წავიკითხეთ ეს წარწერები და უთხრით, რომ მართალი იყო, რასაც თვითონ ფიქრობდა, ანუ სწორედ კითხულობდა ჩვეულებრივ. ეს არის ჯვრის 2 ნატეხი, ასე ვთქვათ, აღმოჩენილი ხუნძეთში, ანუ დაღესტნის მთიანეთში, კერძოდ ხუნძახისა და ჰიდათლის თემებში და ერთ-ერთ ჯვარზე, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ყავისფერი ქვისგან გაკეთებული, იხსენიება ვინმე თეოდორეს სახელი. დაქარაგმებული. დიახ, ეს არის, ამ ჯვარზე იხსენიება თეოდორეს სახელი, თეოდორე შეიწყალე, ასეთი დაქარაგმებული წარწერაა. ეს აღმოჩნდა ხუნძახში. ეს არის საფლავზე დასადგმელი ჯვარი, აღმოჩნდა მხოლოდ ეს ნატეხი. სხვა ნატეხი ჩვენ არ ვიცით არსებობს თუ არა და რა სახის წარწერა იყო მასზე მთლიანად ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რაც არის გადარჩენილი, ეს არის დაქარაგმებული წარწერა თეოდორე შეიწყალე. და ძალიან საინტერესოა მეორე ჯვარიც, მეორე ჯვრის ნატეხიც, თეთრი ქვისგან შესრულებული ჯვრის ნატეხი, რომელზეც არის შემდეგი წარწერა. ხარება სულსა მისსა, ანუ ამ დარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით აი ამ წარწერას აღვადგენთ ჩვენ ეს არის სრულად ხო ალბათ ეს თეთრი ჯვარი, რომელიც წეღან ვაჩვენეთ, ჰიდათლის თემშია სამხრეთ დაღესტანში ნაპოვნი და ესეც საფლავზე დასადგმელი ჯვარია. ჩვენ ვიცით, რომ ესეთი ჯვრები დაღესტანში ადრეც უპოვიათ 70-იან წლებში ცნობილმა კავკასიოლოგმა ტოგოგუდავამ გამოიკვლია ერთ-ერთი ასეთი ჯვრის, ასე ვთქვათ, წარსული და წარწერა წაიკითხა, ქართულ ხუნძური წარწერა იყო. ქართულად ეწერა შეეწიე სულსამისსა და ხუნძურად წოფლეგი, იგივე, ასე ვთქვათ, გამოთქმა, ხუნძურად, ქართული ანბანით. და რაც დამტკიცება იყო იმისა, რომ მე-11-მე-12 საუკუნეებში ჩვენი ქვეყნის აღმავლობის პერიოდში დაღესტანში ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანობა, იქ არსებობდა ეგრეთ წოდებული ხუნძახის ეპარქია, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი ეპარქია, მთის ხალხების მოსაქცევად, ასე ვთქვათ, ეს ეპარქია ძალიან ბევრს იღწოდა და მისი დადასტურება არის ესეთი ჯვრები, რომელიც ძალიან როგორც თვითონ შაჰბან ჰაფიზოვმა მითხრა, ძალიან ბევრია დღეს დაღესტანში, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ეს არის შემორჩენილი იქიდან მკვლევარებისთვის მისაწვდომი. და რაც ყველაზე საინტერესოა, შაჰბან ჰაფიზოვი ამ ჯვრების თაობაზე აპირებს დაწეროს სტატია, გამოაქვეყნოს იგი საქართველოს სამეცნიერო ჟურნალებში და უფრო მეტად უკვე ამ სტატიაში ისაუბრებს თვითონ თავად ავტორი ამ ჯვრების შესახებ. თქვენ ახლა აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრია ესეთი, მაგრამ ეს გვაქვს შემორჩენილიო. ეს ხო არ აღზრავს იმის ინტერესს, რომ უფრო დიდი კვლევა დაიწყოს, იმიტომ რომ რამდენიმე წელი შეიძლება ამის შესახებაც არ ვიცოდით და რო არ გახსნილიყო საკითხი, რა თქმა უნდა, ეს მე მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან საინტერესო საკითხია, რომელზეც აუცილებლად უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი კვლევა, უნდა ჩაერთონ როგორც დაღესტნელი, ისე ქართველი სპეციალისტები. ეს მოგეხსენებათ, მარტო საქართველოს ისტორია არ არის, ეს არის დაღესტნის ისტორიაც
და ყველაფერს ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეს ჯვრები, რომლებიც იქ მოიპოვებოდა, შემდგომში, როდესაც მოხდა იქ ისლამის გავრცელება, უკვე ან დაიმტრა, ან დაზიანდა და უკვე მაშინ ვერ მოხდა მათი, ასე ვთქვათ, დაკონსერვება, მათი მეცნიერებისთვის გადაცემა და მხოლოდ ის არის მეცნიერებისთვის ახლა ხელმისაწვდომი, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ან კოლექციონერთა, ან ასე ვთქვათ, შამილის ლაშქრობის მონაწილე ჯარისკაცთა, ასე ვთქვათ, ხელში და მე ამ ჯარისკაცებმა ან მიიტანეს რუსეთში, კერძოდ რუსეთის მუზეუმებში, ან ჩამოიტანეს თბილისში. თბილისში ჩამოტანილი ჯვარი, როგორც მოიხსენეთ, ტოგო გუდავამ გამოიკლია, ეს არის გადარჩენილი ჯვარი ქართულ ხუნძური წარწერით. დანარჩენი წარწერებიც ცნობილი იყო ზეპირის სახით, ანუ მოსახლეობა უჩვენებდა, რომ აი აქ ამ ადგილას იდგა ჯვარი და შემდგომ ის ჯვარი აიღეს და ჯვარზე იყო ესა და ეს წარწერა, მაგრამ ჩვენ მეცნიერულად არ ვიცით მართალია თუ არა ეს ინფორმაცია. და გამოვთქვამთ იმედს, რომ დაღესტანში სხვებიც აღმოჩნდება ასეთივე წარწერიანი ჯვრები ან საფლავის ქვები და მოგვეცემა მათი გამოკვლევის საშუალება. თუ შეიძლება იმის დადგენა, ვთქვათ, მე მგონი არ გითქვამთ, ყურადღებით გისმენდით პერიოდი რომ პერიოდი ეს არის მე-11 საუკუნე, მოგეხსენებათ, საკმაოდ ძველია და ამ დროს საქართველოს, ასე ვთქვათ, ძლიერება მთელ კავკასიას მოიცავდა. მთელ კავკასიაში იყო ქართული ენა გავრცელებული როგორც ეროვნებად შორისი და რელიგიის ენა, ანუ კავკასიელები ქართულად იღებდნენ განათლებას ჩვენს საგანმანათლებლო ცენტრებში, ასევე ქართულად ლოცულობდნენ კავკასიელები, რაზეც სხვათა შორის მიგვითითებს კავკასიურ ენებში შემორჩენილი ქართული ლექსიკა, ქართულიდან ნასესხები ლექსიკა, აი ჯვარის აღნიშნული ლექსემები, მაგალითად ადიღეურად ჯორ, ყაბარდოულად ჟორე არის, ეს არის ჯვარს ნიშნავს, რაც იმის მანიშნებელია, რომ იქ ქრისტიანობა გავრცელდა საქართველოს მეშვეობით. ინგუშურად მღვდელს ეწოდება მუაზღარ, ანუ მოძღვარი და ასე შემდეგ. სხვათა შორის თვითონ დაღესტანში არის, ასე ვთქვათ, ქრისტიანობის მძლავრი გადმონაშთები, ეს არის ლეგენდებში შემორჩენილი. კერძოდ, აი დიდოეთის მხარეში მაგალითად არის თამარ მეფეზე ლეგენდები. ეს ლეგენდები არის ორი სახის. ერთი, რომელშიც თამარ მეფე გამოყვანილია დადებით პერსონაჟად და მეორე, რომელშიც ეს უკვე შემდგომი პერიოდის ლეგენდებია, როცა თამარ მეფე გამოყვანილია დაპირისპირებულ მხარის, ასე ვთქვათ, გვირგვინოსნად, მაგრამ ორივე შემთხვევაში თამარ მეფისადმი იგრძნობა ამ ლეგენდებში მოწიწება, რაც ძალიან ესეთი დამახასიათებელია მთელი კავკასიის ლეგენდებისათვის. ასევე არსებობს ლეგენდები მაგალითად ერეკლე მეფეზე დაღესტანში. ერეკლე მეფეც იღვწოდა დაღესტანში ქრისტიანობის დაბრუნებისათვის. და ამაზე არის გადმოცემები ლეგენდებში, რომ არსებობს ეს ლეგენდარული მონაცემები. და ასე შემდეგ, ბევრი შეიძლება ითქვას დაღესტანში ქრისტიანობის არსებობის თაობაზე. ეს დამამტკიცებელიც არის ასეთი არტეფაქტები, რომელიც ჩვენ დღეს განვიხილეთ. აი, კიდევ ერთხელ რომ დავუშვათ ამ აღმოჩენას დავუბრუნდეთ, თქვენი შეფასებით რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ანუ ეს აღმოჩენა ჩვენთვის? დიდად მნიშვნელოვანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ დამტკიცდა, რომ დაღესტანში არა მხოლოდ საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული ქრისტიანობა, არამედ უფრო სიღრმეში, უფრო ჩრდილოეთითაც, იმიტომ რომ ხუნძახი უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს ჩვენგან, ჩვენი საზღვრიდან და ასევე ჰიდათლიც უფრო იქით მდებარეობს, ვიდრე საქართველოს საზღვარია და გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ქართული გრაფიკა აღმოჩნდა აქ, მე-11 საუკუნის ქართული გრაფიკა და აქ შეიძლება ითქვას ორი ვარაუდი გამოითქვას, ეს წარწერა ჯვარზე დატანილი ან ქართველი მღვდლის მიერ, ან თვითონ ადგილობრივი განათლებული, ასე ვთქვათ, ხუნძის მიერ, რომელმაც იცოდა ქართული ენა. და ჩვენ აღარა გვაქვს, ასე ვთქვათ, მთლიანი წარწერა არ შემორჩენილა, მაგრამ იქ არის ესეთი წარწერის ფრაგმენტი, დიდება სულსა მისსა, მაგრამ დაწერილია როგორც მისა. ანუ ჩვეულებრივ აქ ერთი ს არის გამორჩენილი
ეს მაფიქრებინებს მე პირადად რომ ეს არის დაწერილი არაქართველის მიერ, რომელმაც შეთვისებული ჰქონდა ქართული ენა და შეიძლება დაეშვა ასეთი შეცდომა. ყოველ შემთხვევაში ეს მხოლოდ ვარაუდია, ჩემი ვარაუდია და შემდგომ კვლევებში თუ აღმოჩნდა ამ წარწერის სხვა ფრაგმენტებიც ან დამტკიცდება, ან შეიძლება ასე ვთქვათ, მხოლოდ ვარაუდად დარჩეს. ბატონ მიხაილ, კიდევ საინტერესო სახელია ნახსენები. თეოდორე. თეოდორე, აი თუ უშვებთ იმას, რომ შესაძლებელია ოდესმე მისი იდენტიფიცირება, ასე ვთქვათ, ვიზია საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ძნელია, ესეთი საუბრის, ესეთი ვარაუდის დაშვება, ამაზე საუბარი ძნელია, მაგრამ მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს არის ვინმე ქრისტიანი იქაური, რომლის საფლავზეც იდგა ეს ჯვარი და საინტერესოა რომ ქართული ბიბლიური სახელია თეოდორე. და ასე ვთქვათ, ამტკიცებს იმას, რომ იქ გავრცელებული იყო ქართული სახელები და სხვათა შორის ანთროპონიმიკას თუ გადავხედავთ დაღესტნელი ხალხების, აქამდე მხოლოდ დიდველებში იყო ცნობილი ქართული სახელები ინგა, ეთერი, ერაკლი და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა რომ თურმე ეს ხუნძებსაც ქონიათ. ანუ უფრო ჩრდილოეთითაც გავრცელებული ყოფილა ეს წარწერები და ძალიან საინტერესოა. ამას ეს საჭიროებს კომპლექსურ კვლევას თვითონ ამ რეგიონისას, რაც ჩვენ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ნაკლებად შესაძლებელია იქ კომპლექსური კვლევის წარმოება. თუ არ იქნება იქაური მეცნიერების დაინტერესება და თუ მიდის ამაზე მოლაპარაკება ამ თორე საუბარი. მოგახსენებთ რომ შაჰბან ხაფიზოვს ჩვენ დაუკავშირდით და შევთავაზეთ რომ ჩვენთან გამოაქვეყნოს სტატია ამ წარწერების თაობაზე და იგი დაგვთანხმდა და ამას აუცილებლად თუ მათი სურვილიც იქნა, დაღესტნელი მეცნიერების სურვილიც თუ იქნა, მოხვება გრძელვადიანი თანამშრომლობა და შესწავლა ძალიან გამოწვლილივით ამ საკითხის. ალბათ საჭიროა, შეიძლება ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ ორივე მხრის ისტორიაა, აქ მარტო საქართველოსი არა და მარტო ქართული ეკლესიის, არამედ დაღესტნის ისტორიაც შეიძლება გამდიდრდეს ამ არტეფაქტებით და უპირველეს ყოვლისა დაღესტანს ასე ვთქვათ გამდიდრებს ეს არტეფაქტები და ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევა, ამ არტეფაქტების გამოკვლევა, თვითონ სხვა წარწერების გამოკვლევა, რომ გავიგოთ არა მარტო ქართული ასე ვთქვათ ქრისტიანობის ისტორია, არამედ თვითონ ხუნძური ენის ისტორიაც, იმიტომ რომ მე მოგახსენეთ, რომ იქ დაწერილი არის წობ-რლეგი და იქ დაწერილი არის არა აი ხა მე რაც თანხმოვანი გამოვთქვი ქართულ ენაში ეს თანხმოვანი არ არის და გადმოცემულია ის თ თანხმოვნით წობ-თეგი წერია და ჩვეულებრივ ხუნძურ ენაში ეს გამოითქმის როგორც წობ-რლეგი ანუ თ თანხმოვნით გადმოიცა ასე ვთქვათ ლატერალური თანხმოვანი სპეციფიკური ხუნძური ენისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენ კავკასიოლოგები და ქართველოლოგები შევძლებთ დავადგინოთ როგორი იყო ხუნძური ენის ფონეტიკური წყობა მაშინ როცა ეს წარწერები იქმნებოდა. აი ესეთი საინტერესო გამოკვლევა შეიძლება. მე აქვე მინდა ვთქვა რომ ამ თემაზე მე მგონი არ გაჟღერებულა ამ აღმოჩენის შესახებ არ არის. პირველად თქვენს ეთერში ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმედია მოხდება ეს რაღაც საერთობლივი თანამშრომლობა და შესაძლოა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რამე აღმოჩნდეს. გასაკვირველია. იმედია რომ ესე თუ მოხდება ჩვენთან იქნება ისე. რა თქმა უნდა პირველად თქვენთან იქნება. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს ფსიქოლოგიის დოქტორი საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სამართლის ფაკულტეტის ქართოლოგიის ცენტრის ასოცირებული მკვლევარი ბატონი მიხეილ ლაბაძე გვესაუბრებოდა ბოლო დროს აღმოჩენილი წარწერის შესახებ